ეს არის წემუს $12 ჯავშან ჟილეტი და ეხლა გავიგებთ რამდენად დამიცავს ტყვიისგან. ეს 10 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თუმცა იაფიან პროდუქტს გავტესტავთ რეალურ გარემოში. და ნახავთ იმუშავებს თუ არა უმეტესი მათგანი ისე როგორც ამას რეკლამაში გვაჩვენებენ. და პირველი პროდუქტი არის iPhone-ის кейსი, რომელშიც მოვათავსებთ ან მე, ან ნიკა ჩვენს ტელეფონებს და ჯეირანში დამარცხებული ჩადებს და გადააგდებს მესამე სართულიდან თავის ტელეფონს. ჯეირანი. кейსის დაშლას, ტელეფონის განთავსებას, დახურვას და შურუფებას ამ ყოველივეს სჭირდება დაახლოებით 5 წუთი. ამ кейსის რივიუში ალექსი წერს: ჩემი ტელეფონი გადამივარდა აივნიდან, შემდეგ გადავარა მანქანამ, მაგრამ როდესაც ტელეფონი ვნახე, ის სრულიად საღი იყო. ალექს, მეტი არ მინდა მართალი არ იყვია. აი მალე. 1 2 What even shit? მოვიდა, მოდი, აბა ერთი ნახოთ ჩემი ძმა რა. პატარა ლაკაწრები აქ რა. ხო. ჩიტივითა. ეკრანი არის ჩიტივით, თუმცა Brand new-ა, ხო? Fresh-ი. მითიც დაეცა მარტო ისა დაზიანებულია. უგად ყველა გიხარია. რატო? რა მოვიდა? აუ გატყდა. კი. გატყდა. გაიხარე ძმაო, მადლობა, შეგარი. მადლობა ძმა, მადლობა. ბიჭო, არა, ფრეშია. ეკრანი საღია ხოლმე. ესეც გადარჩა. არა, ბიჭო, ამას არც არაფერი არ მოუვა იმენი. ბიჭო, 1000-ს რო ვაცლებდი, აბა რა გქონია. ალექს, შენ მოგმართავ, დიდი მადლობა ამისთვის. 05 იდეალურია, 1x და 2x გაფუჭდა მაინც და მაინც. ეს პროდუქტი მაინც ძალიან არ მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ არის ნაგავი. შემდეგი ნივთი, რომელსაც გავტესტავთ, არის სამაშველო ჟილეტი. ამ ჟილეტის ღირებულება არის $18 და მასზე არის გუგას ბედი დამოკიდებული. რო ჩავხტები უნდა გავბერო და თუ გაიბერა და ამომატივტივა, ესე იგი მუშაობს, ხო? კი ბატონო. მოდი ვნახოთ შეუძლია თუ არა ამ ნივთს რეალურ ცხოვრებაში სიცოცხლის გადარჩენა. რა ხდება? არიშლება, ნახდათ? არ დაიხთ. შოუ უკვე დაიხჭი აზრი არა. ეხა რეალურად ენერგიებს აცვლის ადამიანს, რომელმაც მოიწევს. ჰა! სამისკვინეს ეჩება დახმარებამდე. თუ შუა ზღვაში ხარ და ტემუდან გამოწერილი ჟაკეტი გაქვთ მოგდებული, არ ვიცი რამდენად დაბრუნდებით შუა ზღვიდან. გამოიწერეთ ეს ორი ადამიანი და არა ჟილეტი. რა ვიცი, ნაგავია ცალსახად, იმიტომ რომ ბალონის ხელჩასაჭიდმა გაჭედა, ამიტომ გაჭედა კი არა ნაგავის როლი. ამის შემიწირა ჩემი ძმა და მეგობარი, გიგილოჭყონია. როგორც ჩანს, $18 სიცოცხლის გადამრჩენ ჟილეტს ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა არ შეუძლია. შესაბამისად, ან ისწავლეთ ცურვა, ან იყიდეთ $360-დან ზევი. ან ტრაკი დააყენეთ და არ გახვიდეთ ზღვაში. ეს ჩაუსვი რა დედას ვიცი. დედას ვიცი თუ არ ჩამისვი. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც დავტესტავთ, არის აირწინაღი. გუგა მოირგებს სახეზე და ყვავილით სავსე ტუალეტში შევა. ეს პროდუქტი ღირს $15 და ძალიან იაფია იმისთვის, რომ ის საქმე გააკეთოს, რაც ავალია ამას. პირველ ჯერზე შევალ აირწინაღის გარეშე და დავითვლით თუ რამდენი წამი შეიძლება ბოლით სავსე უბორნიაში ყოფნას. აბა, ნახოთ, რამდენი ხანში გამოვა გუგი. აუ, რა სულია, ბიჭო! ჩემი რა არის?
რამდენი იყო? 22 წამი. ეს ის უთქე 22 წამი? ბიჭო, თავიდან ეგრევე არ გამოვიდა ბოლი, მაგრამ. ახლა კი შევალა ერთ წინაღით და ნახოთ რამდენ წამს ვიქნები შიგნით. ავიდა. დავიწყეთ. მინიმუმ ორჯერ მეტი ხმა ის უნდა გაძლოს. სამჯერად კი, რომ თქვათ, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად 20 წამი უკვე გავიდა ამასობაში. გუგა როგორ ხარ? ცუდად რატო ხარ? გუგა 40 წამია ჯერ გასული. 1 წუთი და 10 წამი. გუგა თუ კარგად ხარ დამიკაკუნე ორჯერ. შემოვალე ხარ. ო, კარგად არის. წუთი და 25 წამია ჩვენი ბიჭი უკვე შესულია. ერთი წუთი და 38 წამი გაძელი გუგა. მეგობრებო, არ გაიმეოროთ ეს საბავი, იმიტომ რომ ბევრი ნაგავი შევისუნთქე ძალიან. შემეძლო ეხლა რომ კიდე ერთი წუთი გამეკაჩა. მართლა რატო გამოხდება შენ? შეიძლება მოუწამლელიყავი რა. ექსტრემალურ სიტუაციაში ვაღმოვჩდე, სადაც კვამლია და ეს გქონდეს თან? უკვე იმედიანად ვიქნებოდა. შეინაცვალე ჩემო გუგა. არ გიდათ სადა შედი? არა, მოიყავს. შედი? იყოს. ეს ნივთი ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგარია. ეს არის ნივთი, რომელიც ტემუზე ღირს $1.5 და ამ ნივთით ნიკამ პირველ რიგში უნდა გაიჭრას ღვედი და გაითავისუფლოს თავი და შემდეგ ჩატეხოს კარებზე არსებული მინა და გაღოს კარი რათა დაიხსნას თავი ცეცხლ მოკიდებული მანქანიდან. ეს ყველაფერი უნდა გააკეთო 30 წამში. მზად ხარ? ისე როგორც არასდროს გუგა. წავიდა. მალე. Gage. Ათინა გაგ. სადაა? ეკარი, ბრავო. რა მოხდა აქ? ბრავო ნიკო, $1.5 ღვედი გადაჭერი. შუშა ჩამწვია და გადმოხვიდა. ბევრად მალე ვიდრე ველოდი. კი ბატონო. იმედია არ მოგიწევთ გამოყენება, მაგრამ რო გეგდოთ, არ იქნება ურიგო. მოკლედ მუშაობს. ანუ ეს პროდუქტი არის მაგარი. ნივთების გამოსაწერად გამოვიყენეთ TPC-ის ერთგული საკრედიტო ბარათი, სადაც უკვე წინასწარ დავიმტკიცეთ ლიმიტი, რომელიც გააქტიურებასაც სულ რაღაც 2 წუთში თქვენ შეძლებთ მობაილ ბანკის დახმარებით. შენა მადლობა. ვაი. გასაკეთე. ეს არის 20 ლარიანი მაისური, რომელიც არ იტოვებს არანაირ ლაქას. და პირობას ვდებ, რომ თუ ეს ნივთის გამოსვლას წარმატებით ჩააბარებს, ის აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს ჩემს გარდერობაში. ერთგულ საკრედიტო ბარათზე არსებული ლიმიტის გახარჯვა კი შეგეძლებათ ნებისმიერი მიმართულებით, როგორიცაა კვება, გზავრობა, გამოწერა და ასე შემდეგ. ხოლო თუ 55 დღის განმავლობაში შეავსებთ გამოყენებულ თანხას, არანაირ დამატებით პროცენტს არ გადაიხდით. მეც დაიბერტყეო. არ შევდები ხო იცი? ეგ არის ხო? მე ვაფშელი არ არის, ხელი მოკიდე. თავსხი? კამი ესეთი რაღაცა. $7. მაშინ ერთსაც თუ გაუძლებს მე მართლა. აქ უკვე შანსი აღარ აქვს. რეალურად თქვათ, ეს პროდუქტი არის საოცარი. $7 ხო? 20 ლარი არც კი. ნახე. 0 ლარი. 20 ლარი. ჩემს კარადაში ეს ყველაზე იაფასიანი, მაგრამ საოცარი პროდუქტი იქნება ნამდვილად. ცალსახად ღირს. შემდეგი ნივთი, რომელსაც გავტესტავთ, არის ეს GPS მოწყობილობა, რომელიც ტემუზე შეგიძლიათ შეიძინოთ $4. სულ რაღაც. ამ GPS აუშვებთ საში და როდესაც ბუშტი გასკდება, ან ჩაიფუშება, ჩამოვა კონკრეტულ ლოკაციაზე და ვეცდებით შემდეგ ვიპოვოთ ეს ლოკაცია. 1 2 იალა. ოი. ამ ყველაფერს დავაკვირდებით ატმოსფეროს ფარგლებში, აი ამ პატარა კამერაში. ო, სანდობიდო. 300 მეტრზე ხო იქნება? ეხლა სიმაღლეზე კი უეჭველი. ჩვეულებრივად შეიძლება 12 საათი იფრინოს ხო ის? თუ ვერ ვიპოვეთ კამერას ვკარგავთ, რითიც გადავიდეთ.
ანძურიანი ვიდეო გამოვიდა, ტელეფონი დაგემსხვრა, აქ კამერა შეიძლება აღარ. მაგრამ ჩანაწერს მაინც მოვიპოვებთ. ეგა. დისტანციური. გავიდა 3 საათი დაახლოებით და აი სად ვართ უკუნეთში ვართ სრულიად. ვეძებთ ჩვენს GPS, მაგრამ უხაროდ ვერ ვიპოვეთ. გაფრინდა აზერბაიჯანისკენ და თუ ვინმე იპოვით, შეიძლება დაგვიკავშირდეთ. 7:30-ზე იყო ბოლო წტომა და იმის მერე რო გაწყდა კონტაქტი 9:11 წუთიდან აი ვაგზავნით მოთხოვნას, რომ ჩაგვიგდოს Google Maps-ის კონკრეტული ლინკი. აღარ გვიგზავნა. შესაბამისად, სად ჯანდაბაში დაიკარგა ჩვენ GPS ამ დრომდე უცნობია. მეცაც გეტყვით, იმის წარმოადგენა არ გვაქვს ჩვენ სად ვართ. სამწუხაროდ კამერა რომელიც დავამაგრეთ, ბუშტზე აღარ არსებობს, თუმცა ის კადრები სანამ წყობრიდან გამოვიდოდა ჰაერში, გვაქვს. შესაბამისად, ეს ნივთი არის ნაგავი. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც დავტესტავთ, არის ეგრეთ წოდებული flare gun-ი, ანუ სამაშველო იარაღი. და მისი ღირებულება იყო $19. ნიკა გაემგზავრება 3 კილომეტრით ჩემგან მოშორებით. თუკი ამ მაშხალას მე დავინახავ, პროდუქტი რა იქნება ნიკა? Yes. წარმატებული. საკმაოდ შორს 3 კილომეტრი გვიწევს სამ ლოკაციაზე გასავლელი გზა. კვადროციკლი არის მიღება. გუგა გესმის ჩემი ხმა? კი ნიკა ნუყვირი უხერხულია. გაიხარე გუგა, ძალიან შორს ვარ უკვე რა და ცოტა მეშინია, იმიტომ რომ ტურები და გლები იცისო. ნიკა ეხა გიყურებთ იმ GPS-ზე დაახლოებით 3 კილომეტრში ხართ უკვე. ჩამოვედით, სრული უკუნითია აქ, ხევში ვართ. აქ არის ჩვენი იარაღი. მზად ხართ? კი, ისე როგორც არასდროს გუგა. 1 2 3 4 5 ოი, წამოვიდა. ოპა. ეს. ბრავო რა. გუგა, აბა, დაინახე? დავინახე თქვენი სიგნალი, მოვდივარო გიშველოთ. გაიხარე ჩემო გუგა, მაგრამ აქამდე თუ ჩამოხვედი, შენ გახდები საშველი. დრონით ხო არ გიპოვოთ ბარემ? კიც დაახლოებით ლოკაცია. აი, დაგინახეთ წითელი წერტილი უკვე ხედავთ გამოჩნდა ეკრანზე. გუგა, აი დავინახე დრონი, ჩვენსკენ მოდის, უკვე ძალიან ახლოს არის რა. უახლოვდებით წითელ წერტილს. ცოტა მარცხნივ გუგა. იახლოვდებით, მოვდივართ. ჩვენ თავზე ხარ. დახვი აქედან. მგონი ეს სასიგნალო მაშხალა წარმატებულად უნდა ვაღიაროთ, ხო? აუცილებლად გუგა. $14 ამ ხელა მანძილიდან რომ მოგაგნებენ, არაა ცუდი შედეგი რა. ამ პროდუქტმა გაამართლა, გუგამ დაინახა სამაშველო ტყვია და ეს პროდუქტი გამოდგა მაგარი. ბრავო. ეს არის აგრესიული ძაღლის გამანეიტრალებელი პულტი, რომელიც ღირს $3, რომლის მთავარი დანიშნულებაც არის ძაღლის თავდასხმისგან ჩემი დაცვა. ანუ, როდესაც ამ ღილაკს დავაჭერ, სიგნალმა ძაღლი უნდა გაანეიტრალოს. ძალიან მეეჭვება ეგ მოხდეს ნიკა. მზად ხარ? არა! ხარ? არა! ხარ? არა! მოდი მასი! მოდი მასი! მოდი! აი! დააჭირე! არ მოსავალ! დააჭირე კარგად! არ შევ! დავი! არ მოსავალ! გაუშვიდა! ვერვათ, გავატა! ბრავო ნიკა! ბრავო! გასაგებია ყველაფერი. რა ყოფილა? ბრავო შენ, მაგრამ ბრავო. ნელა. არა ამ პულს. რაც სიცოცხლისთვის ისეთი სახიფათო იყო, გადასარჩენა და ყველაფერი ნაგავი ახალშიდა აბსოლუტურად. მე შემეშინდებოდა მან შემოსვა ვაღია. გეტკინა? საკმაოდ. ანუ არ გიშველა. არ მიშველა, გუგა, არ მიშველა, მაგრამ მიშველა შესაბამისმა ადამიანებმა, რომლებიც მომაშორეს ზაღლი თავის დროზე. მადლობა დიდი Modern Dog Resorts, რომელმაც გამოგვიყეს ეს ადგილი, ძალიან მაგარი გამოცდილება მიიღო ნიკამ. მე ვარ განსაკუთრებით მადლობელი, აი უღრმესი მადლობა. უსაყვარლესი ძაღლები ყავთ და განსაკუთრებით ის, რომელიც შენ ყინაღამ დაგატოვებინა ერთი ხელი Modern Dog Resort-ში. ანუ რას ნიშნავს, რომ ეს ნივთი არის ნაგავი. ეს არის ტემუდან გამოწერილი ჯავშან ჟილეტი, რომელიც ღირს $12. ნიკა ჩაგეცვა შენ. არა გუგა, მირჩევნია რომ ესე უსაფრთხო. რატო $12-ად ვერ გძნობ თავს უსაფრთხო? მირჩევნია რომ არ გავრისკოთ კი ბატონო. მეგობრებო, ყველაფერი პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, ამიტომ არ გაიმეოროთ იგივე ამ ყველაფრის გარეშე. გავუშვათ? კი, მიდი. კი ბატონო.
მოხდა? აბა სუფთა. სად არის თუ? 10-ში გავარდყა. 10-ში გავარდყა. ეს სად არის? აა გაიარა ბიჭო. აი აქ შიგნიდან ეტყობ, მოდი. აი. ანუ ფირში გაიარა მთლიანად. აჰა. ის ტრაექტორია. ნიკა, რა გასწავლა დღევანდელმა ის რომ გუგა არ უნდა გააბრაზოთ, თორე მიზანში ისვრი საიმწუნესე რა. ჯვარიკ წერიათ. სხვათა შორის რივიუებში 0 რივიუ დაგვხდა. ალბათ ეს იმიტომ რომ ვინც იყიდა და გამოიყენა, შემდეგ რივიუს დატოვება ვეღარ მოახერხა სამწუხაროდ და ვისაც ამ გამოცდილების მიღება გინდათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ერთადერთ ლიცენზირებულ სასროლეთში. ეს არის Desert Shooting Range, რომელიც არის საგარეჯოს უდაბნოებში, ესე ქვია ამ ლოკაციას. ძალიან მაგარი გამოცდილების მიღება შეგიძლიათ ამ ლოკაციაზე. ეს პროდუქტი კი არის ნაგავი. ნაგავი. ეს არის ბურთი, რომლის ღირებულებაც არის $2. ამ ბურთმა უნდა ჩააქროს ახლა ეს ცეცხლი. 1 2 წაჭერი. ვერ ჩააქრო. შევაგორეთ ვაფშე. აუ, არა, ასეთი არა. 1 აქ კარგად დაავიდე რა. 2 3 რაკლებურთია რა არის? ეს პროდუქტი არის სრულიად ნაგავი. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ცეცხლი დავანთეთ. არაფერი არ უხნია ამ პროდუქტს. ამიტომ დაგვენზა. მორჩა. ეს იყო 1.3 კილოგრამიანი ბურთულა და 3 ცალი ჩავაგდეთ. საბოლოოდ არაფერი არ უყოს ეს. 1/3 მაინც რომ ჩაეკრო, ვიტყოდი რომ მუშაობს თქო, მაგრამ ერთი ის არის რომ ცეცხლმაქრმაც ვერ ჩააქრო. 3 ცეცხლახი ჩააქრობდა. არ დაგავიწყოთ, ჩვენი წარდგენი არის ბილაივი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ხელა და ამაზე დიდი ცეცხლი დავანთოთ ხოლმე ჩვენს ვიდეოებში. ნიკა, მოდი რაც ნაღდი მამა პაპურია იმით შებერე. დავაი.